ქრისტემ თქვა, არსებობენ მორწმუნენი და არსებობენ მიმდევრები. არის ხალხი, რომლებიც მორწმუნეები არიან, ვისაც სწამთ, დღეს საქართველოში არავინ არ დარჩა, ვისაც არ სწამს. მაგრამ ყოველთვის ყურადღებით იყავი, მორწმუნეს ელაპარაკები თუ მიმდევარს. ვინც უფალს მიყვება, უფალმა თქვა, გამომყევი მე. და ადამიანთან მებადურებად გახდი. შენ ვინ ხარ, მორწმუნე ხარ თუ მიმდევარი? ყველა მორწმუნეა, მაგრამ მიმდევარზე ცოტა კი არა ძალიან დიდი კითხვის ნიშნები შემიძლია რომ დავსვა. იმიტომ რომ ხალხი მორწმუნეა, როგორც იაკობის მეორე თავი ამბობს, ეშმაკებსაც სწამთ და კანკალებენ. უფრო ღრმად სწამთ ეშმაკებსაც, მაგრამ ღმერთისნების მსახურები არ არიან, მიმდევრები არ არიან. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ეშმაკი არის მაცდური და სატანა არის მოწინააღმდეგე ღმერთისნებისა და ღმერთის გეგმებისა. ამიტომ პირველი შეკითხვა როცა იბადება, ვინ ვარ მე? მე მორწმუნე არა ვარ მარტო, მე უფლის კვალს მიყვები. მე მიმდევარი ვარ უფლის სიტყვებისა, უფლის ნებისა.